თქვენი კითხვა ძალიან ცუდად მესვის ვერ გავიგე, მაგრამ მე მაინც გიპასუხებთ, რომ ჩვენ ვართ ბავშვთა სამყაროში დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც აი 25 წლიანი ნაშრომ ნაგროვები დაგვიწვეს 1 საათში. 3 დღე იწვოდა ბავშვთა სამყაროს, 3 დღის განმავლობაში არავინ არ გამოჩენილა. ეს დღე იყო, მაგრამ 3 კი არა, 5 თვე გავიდა, უკვე მე-6 თვე დაიწყო და ჯერ ჩვენ არავინ არ შეხვედრია მთავრობიდან. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ზარალის ასანაზღაურებლად, რომ მოგცენ ჩვენი ზარალის ანაზღაურება. ქავადონ ციალა, თქვენ თქვით სიტყვა დაგვიწვეს. თქვენ ღრმად ხართ დარწმუნებული, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითობა? ბატონო? თქვენ თქვით, რომ დაგიწვეს ტერიტორიები, კი არ დაიწვა, არამედ დაგიწვეს. ამაში დარწმუნებული ხართ და შეგნებულად იყენებთ ამ სიტყვას? დიახ, შეგნებულად ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ეს იყო მეორედ გაჩენილი ხანძარი ბავშვთა სამყაროში. პირველად გაჩნდა 2 წლის უკან, დღისით მოხდა და თვითონ იქ მომუშავე ხალხმა გადაარჩინა ბაზრობა მთლიანად დაწვას. დღეს კი ღამე გააჩინეს 5 თვის უკან და ვერავის ვერაფერი უჩველეთ. აი თქვენ უკვე გაქვთ სამწუხარო გამოცდილება, რას ურჩევდით ელიავაზე დაზარალებულებს? წუხელ თქვენ უყურეთ ალბათ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი? მარტო ელიავას ბაზრობის დაზარალებულებს არაფერს არ ვურჩევდი, მე ვურჩევდი მთელ საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც უნდა დადგნენ ერთმანეთის გვერდით და უნდა ვიბრძოლოთ იმ მანკიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს, რომელსაც ხალხი საერთოდ არ ედარდება და არ ფიქრობს მათზე. ხალხზე საერთოდ არანაირი გული არ შესტკივათ. აი რატომ გაგიჩნდათ ეს განწყობა? თქვენ ხომ კომპენსაციები მიიღეთ, ქაბატონო ციალა? ჩვენ მივიღეთ 3000 ლარი ერთჯერადი დახმარება, რომელიც იყო ეს ერთჯერადი დახმარება და არა ზარალის ანაზღაურება. ჩვენ 5 თვეა დავდივართ კანცელარიიდან, მერიიდან, პროკურატურაში, მაგრამ ჯერ არავინ არ გვინახია სახეზე როგორები არიან ახლოს. და ქალბატონ ციალა, ბოლოს ამ გადაცემაში მერობის კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. თქვენ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ხართ ახლა. აი რა გინდათ ახალი მერისგან? როგორი მერი გინდათ, რომ ყავდეთ ამ ქალაქს, სადაც თქვენ ცხოვრობთ? მე მინდა ისეთი მერი თბილისისთვის, მე ვარ სოხუმელი ქალბატონი და დღეს ვცხოვრობ თბილისში და ვისურვებდი ისეთ მერს, რომელიც თავის ხალხს ქალაქიდან გაქცევაში არ შეუწყობდა ხელს. დიდი მადლობა ციალა შენგელიას, რომელიც გვერთვებოდა ახლა ჩვენ და დაზარალებულების მდგომარეობას გვაცნობდა. წარმატებები უსურვოთ მათ აი ამ თავისი მძიმე მდგომარეობის მოგვარების პროცესში. ჩვენ გველის პირდაპირი ჩართვა, კიდევ ერთი მერობის კანდიდატის წარდგენა შემოგვესწრება, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გირჩის მერობის კანდიდატის გამოსვლას მოვისმენთ. დაგველოდეთ.